ყველას, ვისაც ინტერნეტი გამოუყენებია, სავარაუდოდ ჰქონია პრობლემა, როდესაც მოწყობილობაში ჩნდებოდა ფანჯარა, რომელიც ეუბნებოდა მომხმარებელს, რომ მის მოწყობილობაში არის ვირუსი და ამიტომ საჭიროა მიიღოს ტექნოლოგიური დახმარება ან გადავიდეს ბმულზე, რათა ჩამოტვირთოს შემდგომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაიცავს რისკებისგან მომხმარებლის ტექნოლოგიას, მომხმარებლის მოწყობილობას. ეს არის ძალიან ცნობილი ონლაინ თაღლითობის სქემა, რომელიც წლებია არსებობს ინტერნეტში და სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც ასევე წლებია ცდილობენ შეებრძოლონ ამ საკითხს. კომპანია Google-ში კი განაცხადეს, რომ ამისათვის გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს AI-ს, რომელიც უფრო აგრესიულად შეეცდება შეებრძოლოს მსგავს ონლაინ თაღლითებს. ამისათვის გამოიყენებს Google-ის ხელოვნურ ინტელექტის მოდელს, Gemini AI-ს ეწოდება მას. ეს არის მოდელი, რომელიც ჩაშენებული არის Google Chrome-ში. ის ეტაპობრივად ამოქმედდება გლობალურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს AI-ს ეს ვერსია შეეცდება, რომ მომხმარებელს წინასწარ აცნობს და აღმოაჩინოს მსგავსი თაღლითობა თუ გაჩნდება მის მოწყობილობაში, რათა შემდგომ უსაფრთხოდ იყოს მომხმარებელი მისი ფინანსური მდგომარეობა და პერსონალური ინფორმაცია, რადგან ეს არის ორი ძირითადი სამიზნე, რომელიც ონლაინ თაღლითებს აქვთ და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები, რათა შემდგომ მიიღონ მათი პერსონალური მონაცემი ან ფინანსური სარგებელი ამ თაღლითობის შემდეგ. როგორც კომპანია Google-ში აღნიშნავენ, მაშინ როდესაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, შესაბამისად ვითარდებიან თაღლითები და ცდილობენ მდგომარეობასთან ადაპტირებას. სწორედ ამიტომაც ასევე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უფრო და უფრო მეტი მასალა იქმნება, ყალბი მასალა იქმნება, რომელიც არის უფრო მეტად დამაჯერებელი, ვიდრე მანამდე არსებული სქემები და თაღლითობები და სწორედ ამიტომაც ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე ტექნოლოგიურ კომპანიებს სჭირდებათ უფრო მეტი მუშაობა იმისათვის, რომ გაითვალისწინოს მსგავსი რისკები, რადგან თაღლითები ცდილობენ AI-სთან, ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტირებას, სწორედ ამიტომაც საჭირო არის უფრო მეტი მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ონლაინ თაღლითებს, როგორც უკვე გითხარით, ეს არის სერიოზული პრობლემა თანამედროვეობის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად ონლაინ თაღლითობასთან ბრძოლის გლობალურმა ალიანსმა გამოაქვეყნა ანგარიში კვლევა, რომლის ცნობითაც გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა დაახლოებით $1 ტრილიონი დაკარგეს ონლაინ თაღლითობის გამო.